უნივერსალური ორთაბრძოლების ამ ლამაზი და ერთობ რთული სპორტის სახეობის თაყვანისმცემლებმა უთუოდ იციან იმის შესახებ, რომ საქართველოს კარატისტებმა წელს მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც იაპონიაში გაიმართა. კერძოდ, ჩვენი რესპუბლიკის შიტორიუ კარატე-დოს ფედერაციის წარმომადგენლებმა ტოკიოში იასპარეზეს, სადაც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს. 54 სახელმწიფო სპორტსმენებთან პაექრობაში მათ სინქრონულ კატაში მე-6 ადგილი დაიკავეს, რასაც სიმართლე ითქვას, ბევრი სპეციალისტი არც კი ელოდა. ასეთი მაღალი მაჩვენებლებით ქართველმა სპორტსმენებმა შესაბამისი ყურადღებაც დაიმსახურეს და ისინი კიდევ ერთხელ მიიწვიეს იაპონიაში, ამ ქვეყნის ღია ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. უნდა ითქვას, რომ ეს მეტად პრესტიჟული ასპარეზობაა კარატისტებისთვის. რა თქმა უნდა, მოპოვებულ ნდომას შენარჩუნება უნდა და ამიტომაც ჩვენმა სპორტსმენებმა ამთავითვე დაიწყეს სერიოზული მზადება მომავალი ავტორიტეტული ტურნირისათვის. კერძოდ, მაისის ბოლო რიცხვებში თბილისში ვერისბაღის სპორტულ კომპლექსში ჩაატარეს ჭაბუკთა რესპუბლიკური ჩემპიონატი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო საქართველოს ნაკრებისათვის ნიჭიერი კანდიდატების შერჩევა. საქართველოს ამ ჩემპიონატში 70-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ისინი რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონებიდან იყვნენ წარმოდგენილნი. ტურნირში გამოდიოდნენ 1978 და შემდგომ წლებში დაბადებული კარატისტები. ამ შეჯიბრებაში თავიანთ ძალებს ცინდნენ როგორც ჭაბუკები, ასევე გოგონები. უნდა ითქვას, რომ შიტორიუ კარატე-დოს ფედერაციის ჩემპიონატში წელს მეორედ მონაწილეობდნენ ჭაბუკები, ხოლო გოგონები კი ამ რანგის პაექრობაში პირველად გამოვიდნენ. და მაინც მიუხედავად ცალკეული ხარვესებისა, ჩვენმა სპორტსმენებმა საკმაოდ კარგი ოსტატობა უჩვენეს მაყურებლებს. ტურნირი გაიმართა კატასა და კუმიტეში. კატა, მოგეხსენებათ, ეს არის ცალკეული ილეთების დემონსტრირება, ხოლო კუმიტე უშუალოდ ორთაბრძოლა. კატაში ჭაბუკთა შორის ყველაზე უკეთ გამოვიდა თბილისის კლუბ ოდიშის წევრი დავით კოდუა. იგი 15 წლამდე მოზარდებს შორის ასპარეზობდა, ხოლო უფროსებში 17 წლიანებში გაიმარჯვა კლუბ ასას წარმომადგენელმა ლევან ასათიანმა. გოგონათა შორის ტურნირი ერთ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა და აქ წარმატებას მიაღწია მაია არჩვალძემ. კიდევ უფრო საინტერესოდ ჩატარდა ორთაბრძოლები ამ ეფექტურ სახეობაში, კუმიტეში, რომლის ფრაგმენტებსაც ახლა თქვენ ხედავთ. აქ მოასპარეზეები დაყოფილნი იყვნენ ორ წონით კატეგორიაში. უმცროს ასაკში უძლიერესი გახდა კლუბ არქტოსის წევრი ალექსანდრე ყურატიშვილი და კლუბ ოდიშის აღზრდილი კახაბერ დობორტფილიძე. უფრო საინტერესო იყო უფროსი ასაკის კარატისტების გამოსვლები. აქ გამარჯვებულები გამოვიდნენ სამწონით კატეგორიაში და ისევ თავი ისახელეს კლუბ არქტოსის წარმომადგენლებმა, კერძოდ გიორგი გოლუბმა და ალექსანდრე აროთინოვმა. მათ გარდა ჩემპიონი გახდა კლუბ ნარიყალას წევრი ნიკო კაკაურიძე. როგორც თქვით, გოგონები პირველად გამოდიოდნენ რესპუბლიკის ჩემპიონატში და მაინც მათ გამოსვლას არ აკლდა გამარჯვების შინი და მონდომება. აქაც ნარიყალას და ოდიშის აღზრდილებმა ხათუნა გერმანაზოშვილმა და ნანა კახაბრიშვილმა გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრება საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ოთარ ჯოხაძეს, ტურნირის ადმინისტრატორს. მაღალი იყო საჯთა კვალიფიკაციაც, რომელსაც ბატონი თემურ რამეშვილი ხელმძღვანელობდა. მთლიანად ჩემპიონატმა უნდა ითქვას, რომ საკმაოდ კარგად ჩაიარა. მართალია მაყურებლები არც თუ მრავალრიცხოვნად ესწრებოდნენ ამ ასპარეზობას, მაგრამ ეს ადვილად აიხსნება, მოგეხსენებათ, კარატე ოფიციალურ სპორტის სახეობად სულ ახლა ხან რამდენიმე წლის წინ აღიარეს, იგი არც თუ ისე პოპულარული არის ჩვენში და ჩვენი გადაცემის მიზანიც ეს გახლავთ, რომ კარატეს გაუწიოთ პროპაგანდა და პოპულარიზაცია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტურნირის ერთ-ერთი მიზანი იყო საქართველოს ნაკრების შევსება პერსპექტიული ჭაბუკებითა და გოგონებით. რამდენად შეძლეს სპეციალისტებმა დასახული მიზნის მიღწევა. კმაყოფილნი არიან თუ არა ისინი განვლილი ჩემპიონატი. ამ კითხვით მივმართეთ შიტორიუ კარატე დოს ფედერაციის ინსტრუქტორ წვნელს თემურ რამიშვილს. ეს ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზეა გადაღებული. მოგაცნობი ტრადიციული იქნება ალბათ პასუხი პირველ რიგში ნებისმიერი ტურნირი ჩემპიონატი ამსახურება როგორც ბრძანეთ პერსპექტიული სპორტსმენების გამარჯვებას პირველ რიგში ჩვენთვის ამას დღეისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რადგან დაინტერესებულები ვართ შევარშვის სპორტსმენები არა ზოგადად არამედ ნაკრების დასაკომპლექტებად მოგეხსენებათ არც თუ ისეთი ხანია საქართველოს შიტორიუ კარატე დოს ფედერაციის ნაკრები გახდა მისეული მსოფლიო ჩემპიონატზე ტოკიოში და ღირსეული შედეგით საქართველოში და ის გუნდი რომელიც შეყვანილი იქნა მსოფლიო ჩემპიონატზე ალბათ ჩვენი უკვე ამ გადასახედიდან ჩვენი აზრით გარკვეულ გადახალისებას მოითხოვს ახლა ჩვენ ვიმყოფებით დარბაზში სადაც ფედერაციის ნაკრები შეიძლება ითქვას ნაკრები ვარჯიშობს მუშაობს ეს სწორედ ის სპორტსმენები არიან რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ ამ ტურნირზე ეს ნაკრები გახლავთ ბირთვი რომელსაც დავატნობით და რამდენიმე პლუს რამდენიმე წამყვანი სპორტსმენი რომელიც ასევე სოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობ რომ შეიძლება ამ ფედერაციის სახე წარმოუჩინა და საქართველოს ნაკრების სახე აჩვენო ნებისმიერ ტურნირზე თქვენ ამ ჩემპიონატის შედეგებით კმაყოფილი ხართ იცით რა სპორტი გახლავთ და პირველ რიგში ალბათ შედეგობრივი ნაწილი არის მნიშვნელოვანი მაგრამ აკენ მოგახსენეთ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია დაგვენახა სპორტსმენში პერსპექტივა რა შეიძლება იგი ტურნირი მაგრამ გარკვეული ხარვეზებზე უშუალოდ სათანადო მუშაობის შემდეგ ეს სპორტსმენი უკვე შეძლებს უშუალოდ რანგით სხვა სიმაღლეზე ავიდეს ამას გარდა მოგესალმებით ფედერაცია საკლუბო სისტემით მუშაობს კლუბებში ენრაუდენობის სპორტსმენი არის დაკავებული მათთან მუშაობენ სპორტსმენები ინსტრუქტორები ჩვენი ფედერაციის და ჩვენ კლუბებთან მჭიდრო კავშირი გვექნება დღეისათვის ქონდა გარკვეული პრობლემები არ არის ბაზები ასე ვთქვათ სტაციონარული სადაც მუდმივად მუშაობენ სპორტსმენები საერთო მდგომარეობის გავლენის ქვეშ ვართ ყველანი სპორტსმენები მწვრთნელები ეს ყველას გულისკივილი გახლავთ ზღვანელი ვითარება საქართველოში შეიძლება დაგვარეთ ჩვენი წვლილი ჩვენ სპორტსმენებს ახალგაზრდებს რომლებიც დაკავებული არიან საბრძოლო ხელოვნებებით კარატეთ კონკრეტულად შეაქვთ იმ საქმიანობაში რაც ემსახურება მდგომარეობის განმასწორებას უბრალოდ ის მსოფლიო ჩემპიონატს რომელზეც ჩვენ გავხდით თამაშად და ცოტა თუ ჩაგოთვლება ცოტა გამხელილი ჟობს ჩვენ საკუთარი საფრთხებით გავხდით რით იყო აღსანიშნავი თქვენთვის ქართველი კარატისტებისათვის ეს ჩემპიონატი მიღებული იქნა ასეთი გადაწყვეტილება რომ საქართველოს შიტორიუ კარატეს ფედერაციის ნაკრები მეწვეული ყოფილიყო ამ ჩემპიონატზე და ხოლო შიტორიუ კარატეს ფედერაციის დელეგაცია მეწვეული ყოფილიყო რათა დამფუძნებლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა სოფლიო ფედერაციის დაფუძნებაში ამ ჩემპიონატზე ასევე მოხდა შედგა სემინარი, ინსტრუქტორთა სემინარი, რომელზეც ჩვენი ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი
იგი ასათიანი იქნა, წარდგენილი იქნა და მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატი და მსაჯთა სემინარი შეესწრება, რომელზეც გავხდით მე ფედერაციის მსაჯთაყოლების თავმჯდომარე და ასევე მონიჭებული მექნა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის C კატეგორიის სერტიფიკატი. ჩვენთვის შედეგობრივად უკვე სრულიად საკმარისი იყო. სრულიად საკმარისი. ამ შედეგი დაგვიწყდა საქართველოში. მაგრამ შედგა ჩემპიონატი, ჩვენი სპორტსმენები გამოვიდნენ. თავდაპირველად სერბეთის თავდაპირველების გარეშე მინდა აღნიშნო, რომ შესანიშნავად იასპარეზის შესანიშნავად. საერთო ჯამში სინქრონულ კატაში საქართველოს გუნდმა მე-6 ადგილი დაიკავა. ჩვენ გვაყოფილები ვართ ამ შედეგით. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ საქართველოში კარატეს გარკვეული დროის შემდეგ ტრიუმფამდეც მეუწყდება ხელი. ძნელი იქნებოდა იაპონიაში კარატეს ფუძემდებელთა სამშობლოში ვინმეს გაუწევდა ოსტატობით, მაგრამ მას გაგურებული დარჩნენ. ისინი არ ელოდნენ, რომ ხოლო ამ ორთაბრძოლების ჩატარების შემდეგ, იმ შედეგის შემდეგ, რომელიც ჩვენმა გუნდმა იქ მიიღო, ჩვენთან დაუფარავ ინტერესით მოდიოდნენ და გამოთქვამდნენ სორგოს, რომ ჩვენ ქონოდა მათთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა. ეს ეხება ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს, აღმოსავლეთის, აზიის, კერძოდ იმ ინტერესი გამოთქვა ირანის ნაკრების წარმომადგენელმა, უფროსმა და მინდა ხაზი გავუსვა, არაჩვეულებრივი, მაღალი, პროფესიონალური გუნდით იყო დაკომპლექტებული, ჩვენ და განსაკუთრებით მათთან აქვს მიწვევა საერთაშორისო ტურნირი, ალბათ გაიმართება და შეძლებთ მათთან შეასრულოს. მიწვეულები ვართ ავსტრალიაში, საბერძნეთში. უკვე გვაქვს მიწვევა იტალიაში. და ასე შემდეგ. საქართველოს დღევანდელი სპორტ კომიტეტის ხელმძღვანელობა თუ გეხმარებათ რამით, თუ გიწყობთ ხელს? მოგესალმებით ბატონო გოგი, დღევანდელ პირობებში მრავალი რამ შეიცვალა და დაუშვათ ფედერაციების, ასოციაციების მუშაობა არსებითად დამოუკიდებელი გახდა. მაგრამ ჩვენ თვლით, ჩვენი ფედერაციის მუშაობის პოლიტიკა გახლავთ და თვლით, რომ სპორტ კომიტეტთან ურთიერთობა, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს. ფაქტობრივად სპორტ კომიტეტში დღეს მოღვაწეობენ სათავშეუდგანან ის პირები, რომლებიც ყოველთვის ჩვენი კომაგი იყვნენ და ჩვენ გვესწრებოდნენ. და საქართველოში ქართული კარატეს განვითარების საქმის მომაგენი არიან. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ბატონ ჯანო ბაგრატის პიროვნებას. ჩვენი კარატეს დიდი კომანდა გახლავთ. ბატონ ასათიანი. დღესდღეობით ჩვენ უკვე გვაქვს კონტაქტები. საერთოდ ერთობლივ ღონისძიებებს. ჩვენ ყოფილები ვართ ამ ურთიერთობაზე. დასწრებული ვარ, რომ სპორტ კომიტეტის ხელმძღვანელობაც ასევე ჩვენ ყოფილი არიან. პირველ რიგში იმ შედეგებით, რასაც დაუშვათ ფედერაცია თავისი მუშაობის, სპორტსმენთა მუშაობით აღწევს და შემდგომ ახალ-ახალი ფორმები გამოიძებნება ჩვენ გვაქვს პერსპექტივაში ჩვენი თანამშრომლობის. როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩვენი კარატისტები ტოკიოში პერსონალური მიწვევით იმყოფებოდნენ, სადაც ისინი შიტორიუ კარატე დოს საერთაშორისო ფედერაციის სრულუფლებიან წევრად მიიღეს. რის შესახებაც გვიამბობს Республикური федерацიის президенты Евгений Чухрокидзе. В марте этого года Федерация каратэ-до Шиториу Республики Грузия была официально приглашена в Японию на учредительную конференцию по созданию Международной Федерации каратэ-до Шиториу и на первый международный чемпионат по каратэ-до Шиториу. На учредительной конференции присутствовало 54 страны. Это такие страны, как Соединенные Штаты Америки, Канада, Австралия, Новая Зеландия, Франция, Испания, Италия. Федерация каратэ-до Грузии была гостеприимно принята и очень положительно она была принята в федерацию, международную федерацию.
После принятия нашей федерации международной организации, какие перспективы появляются у наших спортсменов? Ну, во-первых, официальная делегация школы, японской школы, именно Международной Федерации, прибывает в августе, в сентябре для официальной аттестации здесь, в Грузии. То есть на черные пояса аттестации. Далее, они пригласили нас в августе на открытый чемпионат в Японию. Участвовать в открытом чемпионате Японии. Федерация была приглашена на Кубок мира в Алжир в октябре этого года, в октябре этого месяца, в общем, в Алжир была приглашена. Ну что открывается? Большая перспектива, то, что мы уже вошли в контакты с такими, Азиатской федерацией мы вошли в контакт, с Иранской федерацией мы вошли в контакт, вошли в контакты с Греческой федерацией, вот. Вышли напрямую с многими международными федерациями. Для участия в международных федерациях и организациях необходимо $4000. $4000 для того, чтобы существовать в этих федерациях международных. В год. Это в год. Помимо всего прочего, принято за рубежом при участии команд за каждого спортсмена платить $50. Но это все надежда на спонсоров, на людей, заинтересованных в том, для поддержания, чтобы развитие каратэ-до в Грузии, и именно Шиторю, в частности, нашей федерации. Это вот должны быть интересы спонсоров. Но мы пытаемся входить в контакты с фирмами, пытаемся идти на контакты с фирмами. Нам помогает вот пока, незначительно, как могут они помочь. Это фирма Шото Марчеладзе, это борец наш, чемпион Европы был, все его знают это. Он оказывает нам помощь, пытается, как может помочь. Частично я через свою фирму оказываю помощь. Если найдутся спонсоры, если есть спонсоры, хотят, желают с нами работать, то мы готовы встретиться с ними, обсудить все вопросы нашего сотрудничества. Мы можем предложить такие. Вот наша федерация, она входит в Международную федерацию каратэ-до Шиторю. Туда входит 100 фирм, японских фирм. 100 японских фирм. Мы могли бы дать прямые контакты с японскими фирмами, которые приезд в августе как раз будет первый контакт. Приедут бизнесмены, которые пойдут на первый контакт. Мы могли бы дать выходы по бизнесу. Вот, на Японию, на Иран, на многие страны, с которыми мы контактируем именно по каратэ. Это пошло бы на пользу и нам, и фирмам, которые бы нам оказали помощь. ასე რომ თუ ვინმე სურს თანამშრომლობა ჩვენს კარატისტებთან შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შიტორიუ კარატე-დოს ფედერაციას, რომლის მისამართია თბილისი, მაზნიაშვილის ქუჩა ნომერი 4-ვ, ტელეფონი 95 19 30. შეგახსენებთ, აგვისტოს შუა რიცხვებში ისინი მონაწილეობას მიიღებენ იაპონიის ღია ჩემპიონატში. ამ ასპარეზობისათვის კი გუნდს ამზადებს ნაკრების მთავარი ინსტრუქტორი მიხეილ ასათიანი. ჩვენ სწორედ მას ვთხოვეთ ეაფნა ნაკრების მზადების შესახებ. სხვათა შორის, თავად მიხეილი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად უკვე 15 წელია ვარჯიშობს კარატეში. ნაკრებში ვარჯიშობენ არა მარტო პირველი ნომრები და საქართველოს და თბილისის ჩემპიონები, არამედ ესე იგი პერსპექტიული სპორტსმენები. მე იქიდან შეერჩევა საშუალოდ ალბათ 15 კაცი ძირითად ნაკრებში იყოს და გაიმზადოს. ესე კაცების გარდა გოგონებიც შედიან ნაკრებში. გოგონების შეჯიბრებიც იქნება და აგრეთვე ჭაბუკებიც. რამდენი კარატისტი უნდა გაიმზადოს ტოკიოში? ზუსტად ვერ მოგახსენებთ, ახლა რიცხვი არ ვიცი ზუსტად, მაგრამ 10 კაცი ალბათ 10 კაცამდე იქნება, ძირითადი ნაკრები. ეს რაზეა დამოკიდებული? ფინანსურ სიძნელეებზე? ყველაფერზეა პრინციპში დამოკიდებული. პირველ რიგში მაინც დონეზე, სპორტსმენთა მომზადების დონეზე და რა თქმა უნდა ფინანსური მხარეც არამედ მნიშვნელოვანია. საკმაოდ კარგი დონეა საქართველოში. თუ ესე იგი იმას გავითვალისწინებთ, რომ ამდენი წელი კარატე საერთოდ დახურული
იცვლებოდა, სპორტად იცვლებოდა და ჩუმად და ესე იგი არალეგალურად ვარჯიშობდნენ კარატეს. და ახლა გამოდიან სპორტსმენები საკმაოდ კარგი დონეა იმ პირობებისათვის, რომელშიც ესე იგი ვარჯიშობდნენ. Ну, რა თქმა უნდა, ახლა მსოფლიო დონის ახლა კიდე ჯერ შორსავთ, მაგრამ არც ისე. ძირითადად თბილისელები არიან, მაგრამ სხვა ესე იგი რეგიონებიდან, სხვა კუთხეებიდანაც არიან სპორტსმენები და სპეციალურად ჩამოდიან ნაკრების ვარჯიშებზე და ძალიან მონდომებული სპორტსმენები არიან და ყველაფერს ცდილობენ, რომ ესე კარგად გამოვიდნენ და კარგად მომღერდნენ. კვირაში ორჯერ ვარჯიშობენ, ეგ ძირითადი ნაკრები და შაბათ კვირას ესე იგი ეძღება ინსტრუქტორთა სემინარები, ვარჯიშები, რომელსაც იგივე ნაკრების ხალხი ესწრება. 4-ჯერ კვირაში გამოდის და თან კარგად დადიან არაცდნენ ვარჯიშებს და მეგონი კაი შედეგი მიიღოთ. თქვენთავადაც მაგამ აპირებთ გამოსვლას ამ ჩემპიონატზე, იაპონიის ჩემპიონატზე. ახლა ჩემი ძირა